თუ ჩვენ გვინდა ქართულოსნებმა გავაკრიტიკოთ, კრიტიკის მეტი რა არის? ბასლაინებიდან დაწყებული საგარეო პოლიტიკით დამთავრებული ყველგან ფეილი. საგარეო პოლიტიკა. ყველა ხო პროევროპელი ვართ, რაღაც გაგებით ქოცებიც კი ამას ამბობ. მაგრამ ძალიან გავრცელებული პრობლემა, რომელიც ოპოზიციურ ნარატივში არის ის, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის კარგი ევროპაში. ევროპელის გაკრიტიკება არ შეიძლება. ევროპარლამენტარი არის ღმერთი. ევროპარლამენტარმა რაღაც თქვა, 700 კაციანი არის ევროპარლამენტარი. ყველანაირი ადამიანი მოიძებნება იქ. პრორუსის და პროამერიკელის რაღაც მაღალი დაბალი მსუქანი გამხდარი, რა ვიცი, მემარცხენე, მემარჯვენე, ასე ეკოლოგიური აქტივისტი და ეკოლოგიური აქტივისტის ოპონენტი, როგორცაც კიდე ისეთი ევროპარლამენტარმა რაღაც თქვა, არაფერს არ ნიშნავს, რა ვიცი. ერთმა ეს თქვა, მეორემ ეს თქვა. მე რა, სწორი თქვა თუ არასწორი თქვა ის უნდა გავარჩიოთ, ხო? შეიძლება ევროპარლამენტარი იყოს და ცდებოდეს. შეიძლება ევროკომისარიც იყოს და ცდებოდეს. შეიძლება იყოს რაღაც ბუნდესტაგის წევრი და ცდებოდეს. ვინ თქვა რომ მთავრობაში სულ ანგელოზები მოდიან რა? იქ სულ ანგელოზები არიან, შეცდომა არ დაუშვიათ. ალბათ კითხეთ პორტუგალიელს ან ესპანელს ან გერმანელს ან პოლონელს რომ ყველა პარლამენტარი მათ პარლამენტში ნორმალური ადამიანია, წესერი ადამიანია და ანგელოზია? არა, დარწმუნებული ვარ ჩვენსავით ძალიან ბევრ მათგანს გააკრიტიკებს. იტყვის რომ, რა ვიცი, აი ეს უსინდისოა, ეს რაღაც მოღალატეა, ეს ისეთი ასეთი. და თუ ის პოლონელი ფიქრობს რომ ის პარლამენტარი არაადეკვატური დეგენერატია. ეს პარლამენტარი ჩეთო რომ ჩამოვიდეს ხოლმე იმიტომ რომ პოლონელია უფრო ჭკვიანი ხო არ გახდება. ხოლმე იმიტომ რომ გერმანელია უფრო ჭკვიანი ხო არ გახდება. ხო და თუ ეს გვესმის, ეს ხო ძალიან პრიმიტიული ამბავია. მაშინ ესე იგი გერმანიაში პრობლემები არსებობს, საფრანგეთში პრობლემები არსებობს, იტალიაში პრობლემები არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ ოპოზიცია იქნებოდა ამ პრობლემებზე მათ შორის ფოკუსირებული. ნარატივი იქნებოდა რომ ჩვენ უბრალოდ ბრმად ევროპაში კი არ მივდივართ და ოღონდ ევროპარლამენტარი მოვიდეს ან მიტინგზე ფეხი დადგას და ჩვენ უკვე აფთვანებული ვიქნებით და რა ვიცი ის ადგილი წმინდა ადგილად უნდა გამოვაცხადოთ. ამის ნაცვლად ვიტყოდით რომ ნახეთ რამდენი პრობლემებია ევროპაში. ნახეთ როგორც ყოველთვის ევროპაში უამრავი პრობლემაა. ნაციზმი, ფაშიზმი და კომუნიზმი ხო ევროპიდან წამოვიდა. ახლაც შეხედეთ, აი ეს არასწორია გერმანიაში, მაგრამ შრომის კოდექსი აღარ გერმანიაში. ან ნახეთ რა საშინელი კანონმდებლობაა სიტყვის თავისუფლების კუთხით დიდ ბრიტანეთში. 12000 ადამიანი ჩასვეს წინა წელს ციხეში სხვადასხვა ფორმით და ვადით, იმიტომ რომ მათ რაღაც პოზიცია დააფიქსირეს ინტერნეტში, ან ელექტრონული პოსტის მეშვეობით და ამით, ასე ვთქვათ, ვიღაცის გრძნობები, ემოციები დააზიანეს შეურაცხყვეს. დიდ ბრიტანეთში ხდება. დიდ ბრიტანეთში უფრო მეტი ადამიანია ფაქტობრივად ამ ცენზურის შედეგად ციხეში აღმოჩენენ ან დასჯილი ვიდრე რუსეთში. და რა ვიცი, როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს და სწორი იყოს. ყოველად კი არ იყო რომ ტრამპი და ვანსი აკრიტიკებდნენ ევროპელებს და დიდ ბრიტანეთს განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ცალსახა პრობლემაა, რომ სიტყვის თავისუფლების ნაწილში ძალიან ცუდი ტენდენციები ძალიან ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა. მაგრამ შენ თუ ამას არ დაინახავ, შენ თუ ამორჩილოს ამაზე არ ელაპარაკები და ყველაფერი რაც ევროპაშია სწორია ამბობ. და მე ქართული ოცნება ეთქვის რომ ჩვენ აგერ დიდი ბრიტანეთის გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ მედიის რეგულაციებისთვის. და სად მიდიხარ? შენ ხო ამბობდი რომ დიდი ბრიტანეთი ეს რაღაც მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით. და აგერ ქართული ოცნება დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას გიკოპირებს. და მე შენ გიკვირს რომ ტელევიზიაში თურმე გაჯარიმებენ იმიტომ რომ კლანების კლანი დაათქვი და მოსამართლეები თუ რაც კლანის წევრები და ასე შემდეგ და ცენზურა დაგიწესდა. აბა რა გეგონა დიდი ბრიტანეთში ცენზურა მოქმედდა სამწუხაროდ. ადამიანს ციხეში უშვებენ. წამოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე ასეული ადამიანი იჯდეს ციხეში იმიტომ რომ ვიღაცა გალანძღა Facebook-ზე. მოგეწონებოდა და არ მოგეწონებოდა დიდი ბრიტანეთში ეს ხო ხდება. ეს ხო არ მოხდა გუშინ დიდი ხნის ამბავია, ცნობილი ამბავია. ამაზე ბევრს ლაპარაკობენ. ეს არის რუსეთიდან ემიგრირებული, რა ვიცი, პოდკასტერი თუ არ ვიცი, უბრალოდ მის თანამდებობა კისნია გვარით. ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში დებატების დროს და თავზე დაამხო ფაქტობრივად ყველას ეს სიტყვის თავისუფლების მითომცველებს, რომ აუხსნა რომ დიდ ბრიტანეთში რა სერიოზული და უკვე მრავალ წელი რო გროვდება პრობლემებია. ან მაგალითად, რა ვიცი, უზრუნველყოფილი პრობლემებია მიგრაციასთან. ანუ ხო არ შეიძლება ამის იგნორირება. ეს სოციალური დახმარების სისტემებში. და ამიტომ შენ თუ ეს გესმის ეს ყველაფერი და შენ თუ ამაზე ლაპარაკობ, მაშინ
შენი ამორჩეველი შემოჩერებული გრადი იქნება ქოცების პროპაგანდის წინააღმდეგ. ქოცები რომ გამოვარდებიან და იტყვიან რომ აი ევროპიდან გეები გვიტევენ და ეხლა დაგვესევიან და ქართულობას დაგვართმევენ. შენი ამორჩეველი თუ ხვდება რომ ეს LGBT რაღაც არაადეკვატურობა სინამდვილეში არის რაღაც ძალიან პატარა ნაწილი ამ დასავლური დღევანდელი კულტურის და სინამდვილეში არც არის მთავარი და პირიქით ეს არის რაღაც მემარცხენე იდეების რენესანსი, რომელიც მალევე დამთავრდება და მთავრდება კიდე ძალიან სწრაფი ტემპებით. რომ შეთვლენ გაგეკრიტიკებინა ეს, არა LGBT აქტივისტებზე აგეწყო შენი შიდა პოლიტიკა. არა LGBT აქტივისტები გეპოვა სხვადასხვა ევროპულ პარლამენტში და ისინი ჩამოგეყვანა რომ აი ჩვენ ერთად ვართ. არა, შენ უნდა გეჩვენებინა რომ ესეც ევროპის ნაწილია როგორც ბევრი სხვა რაღაც, მაგრამ ეს არის არც თავარი, არც მნიშვნელოვანი და როგორც აჩვენებს გამოცდილება, არც ისე ხანძლივი და საავადმყოფოდ მალე დამთავრდება. გეჩვენებინა რომ გერმანიის პარლამენტში არიან ისინი, ვინც ამ ყველაფერს ებრძვიან და არა მარტო ან საფრანგეთის პარლამენტში, ან ევროპარლამენტში. მაშინ ხო არ იმუშავებდა ეს გეების მასობრივი შემოსევის შიშები ქართულ ამორჩევლებში. და ამიტომ ქართულს პროპაგანდა გაბათილდებოდა. მაგრამ შენ რო აიღე და ყველაფერი რაც ევროპაშია კარგია თქვი, ну, რავი, ოკეი, ქართულს მიპოვის იმას რაც არის კარგი და ამით აჩვენებს ამორჩევლს რომ ევროპა ცუდია. რუსეთს ამას აკეთებს. ანუ თუ რამე არის რუსული პროპაგანდის ეს სტანდარტული მეთოდი, ბევრად უფრო ადრე თქვენ რუსეთში რომ ევროპელი გეები უტევენ და რუსობას ართმევენ რუსებს. ქოცებს კი არ მოგონია, შეიძლება კალკა რუსული პროპაგანდა. მაგრამ შინაარსობრივად რუსეთში ოპოზიცია დიდი ხანი არ არსებობს. ჩვენ ოპოზიცია არსებობს. ნუ კონკრეტულად იმედი მაქვს რომ არსებობს ჩვენს იქ. ხო და ჩვენს იქ თუ ოპოზიცია არსებობს, ალბათ უნდა დაფიქრდეს რომ საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია. დაწყებული იმით რომ ამერიკაში კონგრესში არიან არადეკვატური ადამიანები. აი ჯო ვილსონობა ხონდა და არ უნდა მომხდარიყო არასდროს. ჯო ვილსონი რო გახდა ჩვენი ქვეყნის გმირი, ეს რაღაცნაირად სიცხვილის კი არის. იმიტომ რომ რა ვიცი, იქ არიან ძალიან მაგარი კონგრესმენები, ძალიან მაგარი სენატორები. რომელსაც, ну, ძალიან სერიოზული გამოსვლები აქვთ, მაგარი პოზიციები აქვთ. შეიძლება შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ეს ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმია, მაგრამ იქ არიან ხალხი, რომელიც აი უყურებ და ფიქრობ, რომ აი რაღაც სიცხვილის კი არის, რომ კონგრესში ეს ადამიანი ზის. იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმია, რაღაც დეგენერატები შეიძლება ირჩევენ არაადეკვატურ პოლიტიკოსებს, რა ამერიკაში ცოტაა დეგენერატები. Просто было сказать, Камала Харрис ირჩევდნენ. რაც უნდა თქვა, ცუდი ტრამპზე და მეც ამ შემთხვევაში იმედგაცრუებული ვარ იმ მოლოდინთან შედარებით, რაც ქონდა, მაგრამ რომც დაბრუნდე, აი ისევ დაბრუნდე, ხომ მაინც ტრამპი უნდა ერჩიო კამალა ჰარისთან შედარებით. მით უმეტეს ბაიდენს თუ შეადარებ. ხო და ამიტომ ამერიკაში პრობლემებია, თუ ამას იაზრებ, მაშინ შენი ამორჩეველი უფრო ნორმალური, ადეკვატური წარმოდგენები აქვს სამყაროზე. ამიტომ შენ წინააღმდეგ კონტრპროპაგანდა ქოცების აღარ იმუშავებს და შენ იდეას უფრო მარტივად დაიცა. ჩვენ ერთ-ერთი პარტია ვიყავით პარლამენტში, ვინცაც წინააღმდეგ აქვს მიცემული რამდენიმე ევროინტეგრაციის კანონისთვის. და მახსოვს პაპუაშვილმა ერთხელ გაუგდებული მეკითხება, რატომ აკეთებთ ამას? ანუ იმ კითხვით კი არა ნერვიულ უნდა რომ კანონს არ მიიღებენ, იმიტომ რომ ჩვენ ხემი არ იყო საჭირო. არამედ რაღაცნაირად იფიქრა რომ რაღაც მაზოხისტები ვართ, რომ ეს ხალხი აგერ რაღაც ოპოზიცია სულ ამბობს რომ ევროპა ყველაფერში კარგია. 12 პუნქტი ან 9 პუნქტი უპირობოდ უნდა შევასრულოთ ყველაფერს, რასაც გვეტყვიან. და ამ სიტუაციაში გამოდივართ და ქოცების რო ვერ ბედავენ ის რაღაცაზე ჩვენ ვაპრობთ არა ეს კანონი არ ვარ და ჩვენ წინააღმდეგი ვართ. გასაგებია რომ ვიღაც გაგოკრიტიკებს, მაგრამ იმიტომ რომ აი ევროპელები ცდებიან. ევროპელები ძალიან მაგრად ცდებიან. ევროკავშირის ელჩი მაგალითად სულად არადეკვატურ პოზიციას იკავებდა თუნდაც გენდერულ საკითხებში და მაგრა შეცდა. და უბრალოდ არავის არ ეყო ერთი ადგილი აიხსნა მისთვის რომ მისი წარმოდგენები მათ შორის ქართულ პოლიტიკოსებზე, ქალ პოლიტიკოსებზე, რომელიც ეგონა რომ ისინი მართლები არიან და ჩვენ მაგალითად ჩვენ მიმართ ძალიან ნეგატიური რაღაც პოზიცია დააფიქსირა. უბრალოდ ცდებოდა. მაგრამ როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩს რაღაც გააკრიტიკოს, ეს ხო არ მოსულა. არა და კი უნდა გააკრიტიკოს ელჩი არა, დიპლომატია, ზოგადად თქვით საგარეო ურთიერთობებში არც ისე ხშირად გვხვდება განათლებული ხალხი, იმიტომ რომ საგარეო ურთიერთობებში შეიძლება სხვადასხვა ენა ასწავლონ, მაგრამ არც ეკონომიკას ასწავლიან სიღრმისეულად, არც ისტორიას, არც რაღაც პოლიტიკურ მეცნიერებებს და პოლიტიკურ ფილოსოფიას. ამიტომ როგორც საგარეო ურთიერთობების სპეციალისტების დიდი ნაწილი ზედაპირული ცოდნით მოძრაობენ.
და შენ თუ გინდა რომ ის ელჩი მართლა კარგი ელჩი იყოს, შენ უნდა მართლა აუხსნა რა ხდება ქვეყანაში. სერიოზულად დაელაპარაკო, შეიძლება ჩამონდეს თავის სტერეოტიპებით, რაღაც გენდერ ზონდერული რაღაც სისულელებით თავში და უნდა აუხსნა რომ ის ცნება. იმის ნაცვლად რომ ის გააკეთრას მას გაუხარდება. და თუ აუხსნი, ის შეიძლება მადლობელი იყოს რომ შენ უკეთ ადაპტირდა იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩამოვიდა, უკეთ შეასრულა თავის მოვალეობები და უკეთესი ელჩი იყო. ის შეიძლება წარმატებული გახდეს, რომ მიხვდეს, რომ სხვანაირად დაინახოს რაღაც რეალობა და რა ვიცი, შენი ქვეყნის მეგობარი იყოს, შენი პარტიის ან შენი პირადი მეგობარი გახდეს, რომ შენ აუხსენი ეს. და არა ოპოზიციის დიდ ნაწილისთვის რომ მარტივია ის თუ თხას ელს, რაც ელს გაახარებს. მაგრამ ეს ყველაფერში არის სწორ ქცევას